ბრაზილიური სერიალი მონაგონი არის. რა ახლა ისეთ ამბავს მოგიყვებით, მე-17 საუკუნის დასავლეთ საქართველოში ხდება. სანამ ამბავზე გადავალ, 1 მარტს ვიწყებ საქართველოს ისტორიის შემსწავლეს სამთვიან კურსს, მომწერეთ პირადში. ლევან მესამე დადიანს ყავს ცოლა თამარი, რომელიც არის სპიერი ქალბატონი. რატომღაც ყველას უყვარდება რა, განსაკუთრებით ბაგრატ მეოთხე შეუყვარდა იმერეთის მეფეს. არადა ამ დროს თამარის დაყავს ცოლად ბაგრატს, თინათინი. წაართმევს ლევან დადიანს თამარის თავს მოსტაცებს და მოიყვანს სახში და თავის ცოლს თინათინს, ანუ თამარის დას გაუშვებს და მიათხოვებს ლევანს, ანუ დები გაცვალეს რა ცოლები რა. შემდეგ როდესაც იმერეთში გამეფდება არჩილი, ბაგრატ მეოთხე დაკარგავს ძალაუფლებას და არჩილი თამარს უბრუნებს ლევან დადიანს. ცოტა ხნის შემდეგ არჩილის დაკარგავს ტახტს, კვლავ ადის ბაგრატ მეოთხე იმერეთის ტახტზე და იმ წამსვე იბრუნებს თამარს. ამ დროს გამოჩნდება გურიელი, რომელსაც სურს რომ თამარი ცოლად მოიყვანოს. ეს იგრძნო ბაგრატ მეოთხემ და რომ დაეშოშმინებინა თავისი ცოლი მიათხოვა. გარდაიცვლება ბაგრატ მეოთხე და ტახტზე ადის გურიელი, რომელმაც ცოტა ხანში თავისი ცოლი გაუშვა და მოიყვანა ცოლად თავისი სიდედრი თამარი. აი ესეთი ზნედაცემულები იყვნენ აი ამ პერიოდში რა და ამიტომ უღრმავდება ისტორიაც, მეც ამიტომ ჩაუღრმავდი რომ ესეც უნდა ვიცოდეთ რა.